საღამო მშვიდობის დღეს 13 დეკემბერია, პარასკევი ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. განახევრებული არის პირდაპირ ინვესტიციები, ამას ემატება ასევე არაპირდაპირ ინვესტიციების შემცირება. 55%-ით შემცირებული ინვესტიციები, ნეგატიური პროგნოზი ფიჩის რეიტინგში და ახალი გამოწვევები ბიზნესისთვის. ქვეყანა ვერ იქნება წარმოდგენილი იმ სამიზნე ბაზრებზე, რომელსაც ჩვენ მუდმივად უმიზნებთ, რომელიც არის დასავლური ბაზრები. როგორ რეაგირებენ კომპანიები პოლიტიკური კრიზისით განპირობებულ ტურბულენტურ გარემოზე. ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღონ დროულად, დაელოდებიან პროცესების გამწვავებას. რა გავლენა შეიძლება იქონიოს საერთო მდგომარეობაზე ბიზნესის ნაწილის გაფიცვა. ქვეყნის ეკონომიკის რეპუტაციაზე და დობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს. და როგორ წარმოუდგენიათ მოვლენების განვითარების პერსპექტივა დარგობრივ ასოციაციებში. ბიზნესი ამ შემთხვევაში უძლური არის რეაგირებისთვის, რომ თავისი მდგომარეობა გამოასწორდეს. აუცილებლად თავის გავლენას პოვებს ასევე ჩვენ ბაზარზეც და საერთაშორისო ვაჭრობაზეც. ოფიციალურად დადასტურებული ნეგატიური ტენდენციები ქვეყნის ეკონომიკაში და მიმდინარე მდგომარეობის შეფასება. რა შესაძლო სირთულეებზე საუბრობენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში შექმნილი ვითარების ფონზე. – 64%-ით ნაკლები პირველში და 55%-ით ნაკლები მესამე კვარტალში. ეს საქართველოში მიმდინარე წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკის ამსახველი ოფიციალური მონაცემებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოსული კაპიტალ დაბანდებები და რეინვესტიცია წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად უკვე მეორედ შემცირდა. საარჩევნო წელს რომ მსგავსი ტენდენცია მოსალოდნელი იყო, ამაზე არავინ დაობს, თუმცა ამ შემთხვევაში საყურადღებო მასშტაბებია. ოფიციალურ მონაცემებზე ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ინვესტიციების იმ მოცულობით შემცირება, რაც პირველ და მესამე კვარტლებში დაფიქსირდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა და მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონით აღემატება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, კერძოდ 2009 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. და ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაწყებამდე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რა მოვლენების დღეს ჩვენს ირგვლივ ვითარდება, ადვილი გამოსაცნობი არ არის თუ როგორი შეიძლება იყოს მეოთხე კვარტლის შედეგები. მით უმეტეს, რომ სულ ახლახანს ქვეყნის მდგომარეობა გაუარეს და საერთაშორისო რეიტინგებშიც. კერძოდ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფიჩმა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა BB დონეზე დატოვა, თუმცა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა. მანამდე კი იყო პოზიტიურიდან სტაბილურამდე შემცირების გადაწყვეტილება. მოკლედ, რაელის ქვეყნის ეკონომიკას პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში როგორია ამ ყველაფერზე ბიზნესის რეაქცია და რაში ხედავენ გამოსავალ სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებებსა და დარგობრივ ასოციაციებში. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ, გადაცემის სტუმრები კი იქნებიან დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი. გადაცემის მსვლელობისას შემოგთავაზებთ თემაზე ჩაწერილ კომენტარებს და გაგაცნობთ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს ადგილობრივი ექსპორტის, ინვესტიციებისა და მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილების შესახებ. მას ასე დავიწყოთ და თავდაპირველად ექსპორტზე რეექსპორტის გარეშე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, კერძოდ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე გაიზარდა 1.3% და მიაღწია 2.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს. რაც შეეხება დინამიკას, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა ოქტომბერში იყო 320, სექტემბერში 218, ხოლო აგვისტოში 239 მილიონი ამერიკული დოლარი. ამავე მონაცემებით დინამიკაში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობის ზრდის ტენდენცია ჩამორჩება ექსპორტის ჯამური მოცულობის ზრდის ტენდენციას, კერძოდ 2021 წლიდან ექსპორტი მუდმივად მზარდია, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის შემთხვევაში ფიქსირდება ცვალებადი დინამიკა. უფრო კონკრეტულად კი 2021 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა იყო 2.4 მილიარდი, ხოლო 2022 წელს გადააჭარბა 3 მილიარდ დოლარს. შესაბამისად 2023-24 წლების მაჩვენებლები ნაკლებია წინა 2 წლის მონაცემებზე.
მონაცემები ადგილობრივი ექსპორტის წილის შესახებ მთლიან ექსპორტში, ამ შემთხვევაშიც ფიქსირდება შემცირების ტენდენცია. კერძოდ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რეექსპორტის გარეშე ექსპორტის წილი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირებულია 2.7% და შეადგენს 43.3%, რაც შეეხება დინამიკას. ადგილობრივი ექსპორტის წილი ექსპორტში 2022 წლის იგივე პერიოდში იყო 68%, ხოლო 2021 წლის იგივე პერიოდში 73%. მონაცემები საექსპორტო ქვეყნების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოსთან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი 20% მოდის რუსეთზე, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს 16% მოდის თურქეთზე, 10% ჩინეთზე, 5% სომხეთზე, ასევე 5% შეერთებულ შტატებზე, ხოლო დანარჩენი 44% სხვა ქვეყნებზე და ბოლოს მონაცემები საექსპორტო საქონლის შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოსთან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი 13% მოდის ფეროშენადნობებზე, რაც შეეხება სხვა პროდუქციას 10% მოდის ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე, 8% ლითონის მადნებსა და კონცენტრატებზე, 6% მინერალურ და მტკნარ წყლებზე, 5% შაქრის დანამატებიან წყლებზე, ხოლო დანარჩენი 57% სხვა საქონელზე. ასეთია უახლესი ოფიციალური მონაცემები ადგილობრივი ექსპორტის შესახებ. ახლა გავიგოთ თუ როგორ აფასებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ავტოიმპორტიორები. პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დასრულებისთანავე პირველ სტუმართან ლაშა რიჟამაძესთან ერთად დავბრუნდებით. შეიძლება ნებისმიერ მოქალაქე გულგრილი გარჩეს იმ მოვლენების მიმართ, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვა ბიზნესზე და ეკონომიკაზე რა გავლენას მოახდენს. ძალიან უშუალო გავლენას მოახდენს და ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს. ქვეყნის იმიჯი შეილახება საერთაშორისო ასპარეზზე. რას მოასწავებს ეს? ინვესტიციების შეჩერება, პირველი, აუცილებლად. დოლარის შემოდინების რაოდენობის შემცირება. დოლარის შემოდინება სხვა არხებით ხდება და ამ არხების გადაკეთება მოხდება ის საფინანსური პროგრამები, რომლებიც ხორციელდება კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, ეს ევროკავშირის ქვეყნებია თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ბუნებრივია ეს არ მოხდება და ეს შემცირდება. ეს იმოქმედებს აუცილებლად ლარის კურსზე. ლარი გაუფასურდება, იმიტომ რომ დოლარის მიწოდება უნდა გვესმოდეს, რომ დოლარის მიწოდება შემოსვლა ქვეყანაში ამ კუთხით ხდება. შესაბამისად ეს აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე, მოსახლეობის შემოსავლების შემცირება მთლიანად ეკონომიკას დაართვავს და შემცირდება ნებისმიერ პროდუქციამ მოთხოვნა და პირველი ეს არის მაინც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილები, ხო? ჩვენ უშუალოდ ჩვენ ბაზარზე შევხედოთ. აუცილებლად მოთხოვნა შემცირდება, შიდა ბაზარზე შემცირდება რაკეტული ავტომობილების რაოდენობა, ის ადამიანები, ვინც ამ ბიზნესში არიან ჩართულები, უშუალოდ მათ დასაქმებაზე იმოქმედებს და მათი შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს და ეს ისევ ჯანმრთელი რეაქციით დაუბრუნდება, რაც აქამდე ვთქვი. საგარეო ვაჭრობაზეც იმოქმედებს, ბუნებრივია, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი სადამდე მივაქვს სანქციების კუთხით, მაგრამ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. თუ მდგომარეობა, დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა და ბუნებრივია, როდესაც ეს აუცილებლად თავის გავლენას პოვებს ასევე ჩვენ ბაზარზეც და საერთაშორისო ვაჭრობაზეც, ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ არ შემოვა ავტომობილი, ჩვენ ვერაფერს ვერ ვივაჭრებთ, რეექსპორტზე ვერაფერს ვერ გავიგებთ. შიდა ბაზარზე ეს უფრო სწრაფად იმოქმედებს. აი რეექსპორტთან დაკავშირებით საერთაშორისო ვაჭრობასთან ანუ ეს წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, ლაგდებოდა ეს ურთიერთობები და ასე სწრაფად არ მოხდება, მაგრამ შეიძლება იმაზე ადრე მოხდეს და მალე მოხდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ბიზნესში კმაყოფილოთ, ბიზნესში კმაყოფილი ვერაფერი ამ პროცესს ვერ იქნება და რაც უფრო ამ პროცესში შევალ, კიდევ უფრო მეტად დაზარალდება როგორც ბიზნესი, ისე ქვეყნის ეკონომიკა. ბიზნესის რეაქცია უნდა იყოს ის, რომ პირველი რომ უნდა აქამდე თუ ჩუმად იყო ბიზნესი და ხმას არ იღებდა, გარკვეული მიზეზების გამო ეხლა ხმა უნდა ამოიღოს. იმიტომ რომ აქ არა მარტო მოგებაზეა საუბარი ხალხო, აქ სახელმწიფოზეა საუბარი, მის იმიჯზეა, მის მომავალზეა, ჩვენ ყოფნა არ ყოფნაზეა.
და ახლა ჩვენ შეკითხვებს შექმნილ ვითარებასთან და მის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით ვაჭრობის სექტორში დაპირებისამებრ სტუმარი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე უპასუხებს. საღამომშვიდობის ლაშა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვაჭრობის სექტორი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წამყვანი დარგია ჩვენს ეკონომიკაში უკვე წლების განმავლობაში. უფრო მეტიც მე შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ვაჭრობის სექტორმა და ესე ვთქვათ თავისუფალი ბაზრის გამოცხადებამ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ გადაგვარჩინა ბნელ 90-იან წლებში გარკვეულწილად და რაღაც გარკვეული მდგრადობა ეკონომიკას შეუნარჩუნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეიძლება ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იყო, ალბათ გვახსოვს ეს პერიოდებიც. რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, როგორი მდგომარეობა ზოგადად სექტორში და როგორია მოლოდინები ამ ყველაფრის გათვალისწინებით? გესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ სამწუხაროდ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ეს ქვეყანაში გვაქვს, ეს ყველა სექტორს, ყველა ბიზნეს სექტორზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას და მათ შორის ის კურსი, თუნდაც დოლარის, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ყველა იმ სექტორზე, სადაც ხდება იმპორტი, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და პირდაპირ ზეგავლენას ასახვას პოვებს ნებისმიერ შემთხვევაში კურსის ვალებადობა და თუნდაც ის მოცემულობა, რა მოცემულობა დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში, ნებისმიერ შემთხვევაში გარდა დოლარის კურსისა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ნებისმიერ ბიზნეს სექტორის საქმიანობას. აი კონკრეტულად ეს ნეგატიური ზემოქმედება დღეს თუ არის ხილული და რაში გამოიხატება? ნეგატიური ზემოქმედება პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის იქ სადაც ჩვენი მომწოდებლები არიან ყველა დასავლური ქვეყანა თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდგომ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვითარება ყველა კომპანიას და რომელიც არის მომწოდებელი მწარმოებელი იქნება ეს თუ ასე შემდგომ უჩენს კითხვებს, რომელ კითხვებთან დაკავშირებით არსებობს კითხვა სტაბილურობასთან დაკავშირებით. მათ შორის ჩვენ სფეროს თუ ავიღებთ დისტრიბუციის ნაწილს, როდესაც მწარმოებელს აძლევს კომპანია საშუალებას, რომ რამოდენიმე ასეული 1000 დოლარის თუ ევროს ღირებულების პროდუქცია მიაწოდოს კონსიგნაციის პირობით, ანუ იმ პირობით, როდესაც ქართულ კომპანიას უწევს სამომავლოდ გადახდა დროის გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ, თუნდაც ამ კუთხით და იმ რისკების გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს, უკვე ჩნდება კითხვა და ეს პირობები შეიძლება შეიცვალოს. შეიცვალოს, რაც დაკავშირებულია იმ თანხებთან, რომ ქართულმა კომპანიამ უნდა მოიძიოს ეს ფინანსები, ქართულმა კომპანიამ უნდა ამ თანხაში ფული გადაიხადოს დამატებით, მოდი ესე ვთქვათ, საბანკო პროდუქტით ისარგებლოს, იმიტომ რომ სხვა ფინანსური რესურსი არ გააჩნია არც ერთ კომპანიას გარდა იმისა, რომ ბანკიდან მოიძიოს ეს თანხა, რაც დაკავშირებულია ხარჯთან. თუ ხარჯთან არის დაკავშირებული საბოლოოდ ნებისმიერ შემთხვევაში სამწუხაროდ მიუხედავად იმისა კომპანიას სურს თუ არ სურს ეს აისახება ფასში და იმ მომხმარებელზე რომელიც ყიდულობს ამ პროდუქციას. ანუ თქვენ გულისხმობთ რომ შესაძლოა შექმნილმა ვითარებამ ზეგავლენა მოახდინოს სამომხმარებლო ფასებზე და გაიზარდოს ფასები? შექმნილი ვითარება უკვე ახდენს, მოდი დავიწყოთ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც გვაქვს და თუ ეს პროცესი ამ ფორმით გაგრძელდება, სამწუხაროდ კიდევ უფრო ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება იმპორტს პროდუქციისას, ამ ეტაპზე ხომ არ არის ამ მიმართულებით რაიმე შეფერხება? ხომ არ წამოსულა აი რაზე თქვენ საუბრობდით მომწოდებლებისგან სიგნალები, რომ ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ თანხების გადახდა დაუყოვნებლივ რეალურ რეჟიმში? როგორია სიგნალები, ესე ვთქვათ, მომწოდებლების მხრიდან დღეის მდგომარეობით? ისთვის მსგავსი მოცემულობა არ გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა გვაქვს კითხვები, რომელიც ისმება, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ეს კითხვები, რა თქმა უნდა, საბოლოოდ თუ ეს პროცესი არ დარეგულირდა, პოვებს ასახვას იმ ყველა ბიზნეს სუბიექტზე, ვითანაც ისმება. და ყველასთან ისმება დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ რა ხდება, რა თუ გვაქვს ეს მოცემულობა და ეს სწორედ იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მომდინარეობდეს ამ ყველაფრიდან.
და რაში ხედავთ გამოსავალს? აი დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით რა რეალობაც გვაქვს? რაში ხედავთ გამოსავალს? როგორ შეიძლება მოხდეს კრიზისის სწრაფად დაძლევა და ეს პროცესი არ წავიდეს იმ სიღრმემდე, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და სხვადასხვა სექტორებს? ჩვენ და სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის რა მოცემულობაც გვაქვს, ეს მოცემულობა მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ყველა ბიზნეს სექტორს, ნებისმიერს არ აქვს მნიშვნელობა აქ ამ შემთხვევაში დისტრიბუციის ნაწილზე ვსაუბრობ და პროდუქციის იმპორტზე თუ ამ შემდგომ და იმ ფონზე მით უმეტეს, როდესაც თუნდაც ადგილობრივი წარმოება ჩვენ და სამწუხაროდ დამოკიდებულია ისევ და ისევ იმპორტირებულ ნედლეულზე. ამ ვითარებაში და ამ მოცემულობით დიდხანს ბიზნესი ვერ შეძლებს რომ ეს ამ პროცესებს ფეხი აუწყოს და განაგრძოს ოპერირება ისე რომ ზიანი არ დადგეს და საბოლოოდ მომხმარებელმა არ იბრძნოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი რა კუთხით შევხედავთ ამას. პირველი რაც ქვეყანას ჭირდება ეს არის ის სტაბილური გარემო, რომელ გარემოსაც ყველა, იქნება ეს ინვესტორი, იქნება ეს ნებისმიერი პარტნიორი, თითოეული ქართული ბიზნეს სუბიექტის, მათთვის არის ყველაზე მთავარი სტაბილური გარემო. თუ ქვეყანა ამას ვერ მიაღწევს, სამწუხაროდ ნებისმიერ შემთხვევაში მივიღეთ ძალიან დიდ ნეგატიურ შედეგს, რომელიც საბოლოოდ ძალიან რთული გამოსასწორებელი აღმოჩნდება თუნდაც ხვალთუზე. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. იმედია არ მივალთ იმ მდგომარეობამდე, რა პროგნოზებსაც უკაცრავად თქვენ აკეთებთ. ეს ლაშა რიჟამაძე გახლდათ, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და ვსაუბრობდით არსებული ვითარების შესაძლო ნეგატიურ გავლენაზე ვაჭრობის სექტორში. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში მომდევნო ბლოკში ჩვენ შეკითხვებს შექმნილ ვითარებასა და ტურიზმის ინდუსტრიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი უპასუხებს. ის უკვე სტუდიაშია და მალე შემოგვიერთდება, მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ისევ რიცხვებით და ამჯერად გავეცნოთ უახლეს მონაცემებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება, კერძოდ ინვესტიციების მოცულობა შემცირდა 55.2% და შეადგინა 197.7 მილიონი ამერიკული დოლარი. რაც შეეხება დინამიკას, მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა აღწევდა 574 მილიონ დოლარს, ხოლო პირველ კვარტალში იყო მხოლოდ 194 მილიონი დოლარი. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული ინვესტიციების მოცულობის შემცირება ბოლო 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა. კერძოდ 2023 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა 451 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, ხოლო 2022 წლის მესამე კვარტალში 2015 წლიდან დღემდე ყველაზე დიდი მოცულობის 944 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც შეეხება სხვა წლებს ყველაზე მცირე ოდენობით ინვესტიცია ქვეყანაში განხორციელდა 2020 წლის მესამე კვარტალში და მისი მოცულობა აღწევდა 300 მილიონ დოლარს. შესაბამისად მიმდინარე მაჩვენებელი თითქმის 100 მილიონით ნაკლებია პანდემიის პერიოდის მაჩვენებელზე. მონაცემები ინვესტიციების შესახებ კომპონენტების მიხედვით საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემცირდა რეინვესტიცია და გაიზარდა სააქციო კაპიტალი. კერძოდ რეინვესტიცია შემცირდა 20% და შეადგინა 358 მილიონი დოლარი, ხოლო სააქციო კაპიტალი გაიზარდა 30% და მიაღწია 131 მილიონ დოლარს. რაც შეეხება სავალო ვალდებულებებს, მისი მოცულობა მესამე კვარტალში იყო 292 მილიონი დოლარი მინუსში. მონაცემები ინვესტორი ქვეყნების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 30%-ზე მეტი განხორციელდა ნიდერლანდებიდან. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ინვესტიციების 29.5% მოდის მალტაზე, 27.8% გაერთიანებულ სამეფოზე, ხოლო 12.3% დანარჩენ ქვეყნებზე.
და ბოლოს მონაცემები ინვესტიციების შესახებ ეკონომიკის სექტორების მიხედვით საქსტატის ინფორმაციით მესამე კვარტალში ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 32% განხორციელდა დამამუშავებელ მრეწველობაში, რაც შეეხება სხვა სექტორებს, ინვესტიციების 22% მოდის ენერგეტიკაზე, 16% ვაჭრობაზე, 12% უძრავ ქონებაზე, 11% ტრანსპორტზე, 6% ადმინისტრაციულ საქმიანობებზე, ხოლო დანარჩენი 1% სხვა საქმიანობებზე. ეს რაც შეეხებოდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ახლა რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის კომენტარი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დასრულებისთანავე სტუმართან ერთად დავბრუნდებით. ქვეყანაში არსებულ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს რა ვითარებაც გვაქვს, მე მგონი ნებისმიერი კითხვა თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს არსებულმა სიტუაციამ ბიზნესზე თუ საზოგადოებრივ მდგომარეობაზე რიტორიკულად ჟღერს ჩემთვის. Kedან გამომდინარე, რომ რეალურად ქვეყანაში ბილად რომ თქვა არასტაბილური მდგომარეობა არის, არასტაბილური მდგომარეობა განაპირობებს ამ შემთხვევაში არაპროგნოზირებად ვითარებას და ბიზნესისთვის არაპროგნოზირებადი ვითარება ყოველთვის დამანგრეველია და შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი, ხო? აქედან გამომდინარე, ეს არასტაბილური მდგომარეობა არასაყრდნ მხოლოდ რაღაც გარკვეულ დროის პერიოდს. ეს ვითარება ასევე განსაზღვრავს ინვესტორების დამოკიდებულებას, ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობას. ბიზნესი არის ცოცხალი ორგანიზმი და შესაბამისად, როდესაც ცოცხალ ორგანიზმს ძალიან ბევრი ტკივილები ადგება, ამ შემთხვევაში მისი ჯანმრთელად ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელი და რთული. ბიზნესი ამ შემთხვევაში უძლური არის რეაგირებისთვის, რომ თავისი მდგომარეობა გამოასწორდეს, მისით არ განისაზღვრება განვითარება, ასე ვთქვათ, ვითარების დადებითად იგულისხმება. შესაბამისად, აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აკისრია მთავრობას და სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაარეგულიროს, დააწყნაროს ეს სიტუაცია და შესაბამისად შესაძლებლობა მიცეს ბიზნეს მოქმედების, უბრალოდ მოქმედების, განვითარებაზე არასა, უბრალოდ მოქმედების წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ არსებობს გამორჩეული თემა, რომელიც აირიდებს ჩამოშლას. ჩვენ უკვე ბიზნესი და ზოგადად ქვეყანა სხვა განვითარების ეტაპზე ვართ. თუ არ გვინდა დავბრუნდეთ 90-იანებში, არ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც 90-იანებში იქცეოდნენ. ნებისმიერ სექტორზე აისახება ეს ეკონომიკა ზოგადად ვიცი ჩვენ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფისკალურ მიმართულებაზე დამოკიდებული, ეკონომიკა საზრდოობს განწყობა და განწყობით არის იქნება ზოგადად ეკონომიკა და შესაბამისად, როდესაც განწყობა დადებითი ქვეყანაში არ არსებობს, იქ ბიზნესის წარმოება, ბიზნესის მოქმედება ურთულესია და წარმოუდგენელი. და ახლა ჩვენ შეკითხვებს თემაზე პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი უპასუხებს. საღამოშვიდობის მამუკა. სიმართლე გითხრათ, მე მახსენდება ჩვენი ეთერები, როდესაც საუბრობდით ძალიან საინტერესო მასშტაბურ ღონისძიებებზე ტურიზმის სექტორში, რომელიც ბათუმში ტარდებოდა. სამწუხაროდ შექმნილი ვითარების გამო წლევანდელი ტურისტერი, რომელსაც მე დიდი ენთუზიაზმით ვუყურებდი და მიმაჩნდა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტურისტული სექტორის ახალისებისთვის აჭარაში და მხარდაჭერისთვის, სამწუხაროდ გადაიდო. ამის გათვალისწინებით ფაქტია სახეზე, რომ არ გვაქვს კარგი მდგომარეობა. თქვენ როგორ შეაფასებთ მოცემულ ვითარებას, თუ ასე ვიტყვით და ასე მივცემთ განსაზღვრებას ამ მდგომარეობას? ამ შემთხვევაში უმთავრესი კითხვა არის ის, თუ საით მივდივართ. რჩებით ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანად, სადაც ადამიანი მისი უფლება და თავისუფლება ცენტრში დგას, თუ რუსული ყაიდის მქონე ქვეყანად, სადაც ადამიანის უფლებები არ არსებობს და შესაბამისად ქვეყანის მთავარი ინტერესი არის ემსახუროს ვიწრო, ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესო შენიშვნაა თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ დღეს მოვისმინე ერთ-ერთი ექსპერტის შეფასება, ეკონომისტის შეფასება, რომ რუსული მოდელის საინვესტიციო გარემო და რუსული მოდელის ქვეყანა არ არის ეკონომიკურად არავისთვის მიმზიდველი. თუმცა ხელისუფლება გვიმტკიცეს, რომ ასე არ ხდება, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ და ერთგული ვრჩებით ევროპული ღირებულებებისაო. ეს უფრო
ესე ვთქვათ, ფიც იმ წამს ბოლო მაკვირვებს მაგვარი იგავია ხელისუფლების მიერ მოწოდებული ჩვენდამი. მათი არც ერთი ქმედება ამას ესე ვთქვათ არ ადასტურებს და ყველა ის კადრი რომელიც მსოფლიო მიხილა უკვე და ჩვენ ყოველდღურად უყურებთ ჩვენს ტელეგადაცემებში დარბეული აქციები ქუჩაში უმოწყალოდ ნაცემი ქართველები უდანაშაულო ადამიანების ესე ვთქვათ გამწესება სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ კონტროლირება სივრცეებში და ასე შემდეგ უბრალოდ ანგრევს იმიჯს იმ ქვეყნისა რომელიც იყო განთქმული სტუმარმასპინძლობით და ესე ვთქვათ იყო განთქმული იმ ისტორიით და კულტურით რომელიც ჩვენ გაგვაჩნია რეალურად ყველაფერმა ამ დღემდე მიმდინარე პროცესებმა ფაქტობრივად იმიჯი ქვეყნისა ანუ ქვეყანა არის პირველ რიგში თუ ტურიზმის გადმოსახედიდან ვისაუბრებთ და არა მხოლოდ ბრენდი, ანუ ის თუ რა ღირებულებებს ატარებს ეს ბრენდი და ის თუ რა ღირებულებებს ატარებს ეს ბრენდი, კარგად ჩანს დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით იმის მიხედვით თუ რას უშვება რეალურად ქართული ოცნების მთავრობა თავიანთ ხალხს ყოველდღურად ქუჩაში თუ არა მხოლოდ ქუჩაში. შესაბამისად ეს ესე ვთქვათ დანგრეული იმიჯი ქართული ტურიზმისა, თუ ტურიზმზე საუბრობთ, მაგრამ რეალურად ქვეყნისა პირდაპირ აისახება ტურიზმის ნეგატიურ ტენდენციებში და შესაბამისად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რეალურად მაგალითად ის დაანონსებული შემდგომი 4 წლის ეკონომიკური ზრდა, მაგალითად ჩვენ გავიგეთ ჯერ პრემიერისგან, შემდგომ ეკონომიკის მინისტრისგან, ფაქტობრივად ესე ვთქვათ ცარიელ სიტყვებად რჩება, იმიტომ რომ ამ ფონზე თქვენს მიერ უკვე ნახსენებთ ციფრებზე, რაზეც ვისაუბრეთ არაერთმა ექსპერტმა აქამდე ამ ინვესტიციების თუ არა მხოლოდ სხვა ინდიკატორების გაზომვამ პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ყველაფერი ესე ვთქვათ დაიკლევს მათ შორის ფრენები, განსაკუთრებით დასავლეთიდან, მათ შორის ესე ვთქვათ ორგანიზებული ჯგუფები და სხვა მიმართულებები, რომლებიც ხარჯებულნი არიან ტურიზმთან ასოცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ დანაპირები იმისა, რომ ავაშენებთ აეროპორტს, რომელიც 18 მილიონ ტურისტს უმასპინძლებს თბილისში, თუ ასე შემდეგ, არის უბრალოდ ესე ვთქვათ ძალიან რთულად დასაჯერებელი, მაშინ როცა ჩვენ ასე ვთქვათ ისევე როგორც არ ვიჯერა იმის, რომ რეალურად მივდივართ ევროპაში. ანუ აქ ასე ვთქვათ პირდაპირ არ ვიცი, ალბათ ნებისმიერ ადამიანმა უნდა დაუსვას და ანუ ბელარუსიაში მოგინდებოდა რომ წახვიდეს ამოგზაუროთ. ყველაფერი მას შემდგომ რაც ჩვენ 3 წლის უკან კადრებით ვიხილეთ, როგორ ექცეოდა ბელარუსელ მოსახლეობას ლუკაშენკოს თავრობა ქუჩებში. ზუსტად იგივე სიტუაცია ჩვენთან არავის ესე ვთქვათ ძალიან რთული იქნება და არ წმუნო ადამიანი იმაში, რომ საქართველოში მოგზაურობა იქნება სასიამოვნო, უსაფრთხო და იმ კულტურასთან და სტუმარმასპინძლობასთან ზიარების წინაპირობა, რაც ჩვენ ესე ვთქვათ დანაპირების სახით ვთქვათ გვაქვს გაცემული. აქედან გამომდინარე ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მაისის აქციებმა ჩვენ დაგვანახა როგორი გავლენა აქვს მას ეკონომიკაზე და თქვენს მიერ წარმოდგენილმა ციფრებმა ეს აჩვენა და წინ მხოლოდ ცუდი გველოდება ამ მიმართულებით. შესაბამისად ეს ესე ვთქვათ ნაკადები იქნება ეს დასავლეთიდან განვითარებული დასავლეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც შეიძლება მაგალითად ჩინეთი არაა დაჩვეული ესე ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოებაში ცხოვრებას, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებას, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებას, იმ ბაზრებზეც კი გაგვიჭირდება ადამიანების დარწმუნება. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ჩინელი ტურისტებისთვის, მაგალითად და ძირითადად აზიელი ტურისტებისთვის არ არის ქართული ღვინო საინტერესო, რომლითაც თავს ვიწოვნებთ. შესაძლებელია ნაკლებად საინტერესო იყოს ქართული სამზარეულოც თუნდაც. ნუ აქ მთავარი კითხვა არის ის, თუ სად მივდივარ, ანუ რა დამხდება პირველ რიგში ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში ავიღოთ ის ახალი ბაზრები, რაც ჩანს და ესე ვთქვათ, სახელმწიფო გვეუბნება იმას, რომ გაამარტივა სავიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აქტიურად მუშაობს ინდოეთის ბაზარზე, ეს ორი ესე ვთქვათ, ყველაზე დიდი ბაზარია, რომელიც ყველასთვის სასურველია ამ მიმართულებით, მაგრამ ამათვის ჩვენი ქვეყანა არის ესე ვთქვათ, ძალიან ახალი მიმართულება და ამ ფონზე, რომ ისინი დაარწმუნო იმაში, რომ მოგზაურობა, ასე ვთქვათ, ჩვენთან არის უსაფრთხო პირველ რიგში და შემდგომ სხვა დანარჩენი არის ძალიან რთული. შესაბამისად, ამას პირველი უკვე მოყვა ის, რომ დასავლური ნაკადები შემცირებულია, იგივე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც კი დაარწმუნო იმაში, რომ ჩვენთან მოგზაურობა არის, ასე ვთქვათ, უსაფრთხო ფაქტობრივად ამ ეტაპზე უკვე არის ძალიან რთული. ამ ყველაფერს თუ დავამატებთ იმას, რომ
რეალურად ჩვენ მოგვაგდება ის ეკონომიკური დახმარების სხვადასხვა, ესე ვთქვათ, პროგრამები, რომელიც ამერიკის თუ ევროპის მთავრობის მიერ არის მოწოდებული უკვე მაისის აქციებიდან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებამდეც კი 95 მილიონი უშუალოდ ეკონომიკის გაძლიერებაში მობილიზებული ამერიკამ შეაჩერა. ესე ვთქვათ, დასაწყისი იყო. შემდგომ ამას მოყვება ჯერ არ ვიცით, გადათარგმნილი არ არის, რას ნიშნავს ეს სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერება, მაგრამ ამ მაგალითთან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესე ვთქვათ, ეს დახმარებები, რომელიც ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და ასე შემდეგ უნდა მოხმარებოდა, აღარ იქნება დღის წესრიგში. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. თუ აღარ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოყვეს მდგრადობის მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ ბოლო წლებია ვცდილობთ, რომ მდგრადი ტურიზმის განვითარება, მწვანე პრაქტიკები, ასე შემდეგ იყოს ჩვენი ეკონომიკის და კონკრეტულად ტურიზმის. ძირითადად ხორციელდება გრანტების მხარდაჭერა. ზუსტად. შესაბამისად, იგივე ტურისტიც კი, რომელიც შეიძლება გყავდეს როგორც ბელარუსიას ტურისტად, რომელსაც რეალურად არ ექნება კითხვა იმის შესახებ, რა მდგომარეობა ქვეყანაში ადამიანის უფლებების, ღირებულებების ზოგადად კუთხით და ის მაინც ჩამოვა, ესეთი ტურისტი მით უმეტეს არ იქონიებს ხედველობაში მდგრად პრაქტიკებს, ესეთი ტურისტი პირდაპირ მოახდენს გავლენას მდორე და დაბალი ხარისხის მომსახურებაზე, პროდუქციაზე, იგივე ღვინო, გასტრონომია. შესაბამისად, ანუ ფაქტობრივად დანაპირები იმისა, რომ ტურიზმი არის ჩვენი პრიორიტეტი მთავრობის მიერ, იგივე სახით დაუჯერებელია, რა სახითაც დაუჯერებელია ევროპაში სვლა და ევროპისგან სიარული. ბევრი საუბრობს დღეს იმაზე, სად არის მობრუნების წერტილი. ბევრი აკეთებს აქცენტს ამაზე, თუნდაც იმიტომ, რომ თვლიან, რომ ჯერ კიდევ არის დრო, თუ კრიზისი დროულად დაიძლევა, სექტორებს, სხვადასხვა სექტორებს და მათ შორის ტურიზმსაც არ მიადგეს ისეთი სახის ზიანი, რომლის გამოსწორებაც არ იქნება რთული, მოდით ასე ვთქვათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ გადავკვეთეთ უკვე ეს მობრუნების წერტილი, თუ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ესე ვთქვათ, რაღაც მდგომარეობა ისეთ დონემდე შევინარჩუნოთ, რომ შემდეგ დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირდეს ვითარების გამოსასწორებლად? ეს ურემი უკვე უფსკულში მიექანება, ესე შეიძლება ითქვას და გადატრიალებამდე ძალიან ცოტა დარჩა. დრო და შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი არის იმისა, რომ ზოგადად ჯერ პირველ რიგში პროცესმა ლეგიტიმაცია ადგილობრივი მოსახლეობის თვალში მოიპოვოს და ამას სჭირდება ხელახალი არჩევნები და შემდგომ უკვე ამ ხელახალი არჩევნების საფუძველზე ადგილობრივ მოსახლეობაში ლეგიტიმაციასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებაში ლეგიტიმაციას მოპოვებას უნდა ესე ვთქვათ ვესწრაფოდეთ. ამიტომ ხელახალი არჩევნები, რომელიც შესაბამისი საარჩევნო პროცესის როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე ადმინისტრირების კუთხით ცვლილებას გულისხმობს, ეს უნდა ერთოდეს მას წინ, უნდა იყოს ნეიტრალური და შესაბამისად მათ შორის ქართულ ოცნებასაც და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც უნდა გქონდეთ ამ ნეიტრალურ სამართლიან გარემოში არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და შემდგომ უნდა ნახოთ ის თუ როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ქვეყანა და თუ ჩვენ გადავრჩებით და ვიმოძრავებთ დასავლეთისკენ, ამას ავტომატურად მოყვება ეკონომიკის და სხვა მიმართულებების გადარჩენაც. ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ ბიზნესმა უნდა ამოიღოს ხმა. უნდა ისაუბროს იმ რეალობაზე, რომლის წინაშეც ვდგავართ. იმ შესაძლო კატასტროფულ რეალობაზე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და დავასრულოთ? ეს ცალსახაა ბიზნეს აქამდეც უნდა ამოიღო ხმა და ის ადამიანები, რომლებიც ეთერში იყვნენ, აქამდე ამის კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ საუბრობს ბიზნესი, ამ ბიზნესის დამხმარე ასოციაციები ბიზნესის სახელით ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე და ალბათ უკვე არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ეხლა მთავარია ისაუბროს სიმართლე და არა ის თუ რა შეიძლება ესიამოვნოს მაგალითად მართლ პარტიას. ამიტომ დღეს ჩვენ გვჭირდება სიმართლე, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ რეალურად ქვეყანა გამოვა ამ მდგომარეობიდან და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი მართალი გზა გადის არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე იმ გარემოში, რომელზეც კიდე არაერთხელ ვისაუბრეთ, ეს არის შესაბამისი საკანონმდებლო გარემო და ადმინისტრირების შესაბამისი გარემო. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს მამუკა ბერძენიშვილი გახლდათ ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. საუბრობთ მიმდინარე მოვლენების შესაძლო ნეგატიურ გავლენაზე ტურიზმის სექტორში.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი. ის უკვე ხაზზეა და მზად არის უპასუხოს ჩვენ შეკითხვებს, თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ამჯერადაც რიცხვებით და გავეცნოთ უახლეს მონაცემებს მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.8%-ით, რაც შეეხება მონაცემებს ხარჯების კატეგორიების მიხედვით, სამშენებლო მასალების ღირებულება დარჩა უცვლელი, ხელფასები გაიზარდა 4.4%-ით, მანქანა-დანადგარების ხარჯი 1.4%-ით, ტრანსპორტირების საწვავის და ელექტროენერგიის ხარჯი პირიქით შემცირდა 1.1%-ით, ხოლო სხვა ხარჯი გაიზარდა 0.3%-ით. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.8%-ით, რაც შეეხება მონაცემებს ხარჯების კატეგორიების მიხედვით, სამშენებლო მასალების ღირებულება გაიზარდა 3.2%-ით, ხელფასები 31.5%-ით, მანქანა-დანადგარების ხარჯი 7.9%-ით, ტრანსპორტირების საწვავის და ელექტროენერგიის ხარჯი პირიქით შემცირდა 2.6%-ით, ხოლო სხვა ხარჯი ამ შემთხვევაშიც გაიზარდა მხოლოდ 0.3%-ით. მონაცემები ყოველთვიურ დინამიკაში საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი, როგორც უკვე აღნიშნეთ, გაიზარდა 0.8%-ით, რაც შეეხება სხვა თვეებს. სექტემბერში ინდექსი შემცირდა 0.4%-ით, ხოლო აგვისტოში დაფიქსირდა 1.1%-იანი ზრდა. მონაცემები წლიურ დინამიკაში ამ შემთხვევაშიც ფიქსირდება მუდმივი ზრდა, კერძოდ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი, როგორც უკვე აღნიშნეთ, გაიზარდა 6.8%-ით, რაც შეეხება სხვა თვეებს, სექტემბერში ინდექსი გაიზარდა 5.8%-ით, აგვისტოში 7.9%-ით, ხოლო აპრილში ყველაზე დიდი მოცულობით 10.8%-ით. და ბოლოს მონაცემები ათვლის წერტილთან შედარებით საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის ოქტომბერში 2022 წლის თებერვალთან, ანუ იმ პერიოდთან შედარებით, რა პერიოდიდანაც დაიწყო აღნიშნული ინდექსის გამოთვლა, გაიზარდა 20%-ით, რაც შეეხება სხვა თვეებს, აგვისტოში ზრდის მაჩვენებელი იყო 19.7%, ივნისში 17.2%, ხოლო აპრილში 16.9%. ასეთი იყო უახლესი მონაცემები ადგილობრივი ექსპორტის, ინვესტიციებისა და მშენებლობის ღირებულების ინდექსის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მაჩვენებელი დათვლილია წინასაარჩევნო და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დაწყებამდე პერიოდში. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ დაფიქსირებული ნეგატიური ტენდენციები განპირობებული იყო მანამდე არსებული ფაქტორებით. როგორ კონვერტირდება ეს ბიზნესის გამოწვევებში, ამის გაგებას გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმრისგან შევეცდებით, მანამდე კი სამშენებლო სექტორისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლების კომენტარები. მიმდინარე მოვლენები ძალიან მნიშვნელოვან განვლენას ახდენს უძრავი ქონების გაყიდვებზე. ბათუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, ბათუმისთვის მნიშვნელოვანი არის უცხოური ინვესტიციები, ვინაიდან 80% აჭარაზე მოდის უცხოელი, ასე ვთქვათ, მყიდველი. შესაბამისად ეს მოვლენები, რაც მიმდინარეობს საქართველოში, ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ბუნებრივია. მეცაც ვიტყვი, ჩვენ გვაქვს უამრავ სამშენებლო კომპანიასთან პარტნიორული ურთიერთობა. და მიღებული ასე ვთქვათ ინფორმაციით ჩვენთვის გასაგები არის, რომ 50%-ზე მეტი შემცირება არის მომართვიანობის ასე ვთქვათ გარე განაცხადებიდან. ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის დროული რეაგირება. ერთი არის, რომ ცალსახად გააკეთოს რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და დააფიქსირონ თავიანთი აზრი. და მეორე ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღონ დროულად, დაელოდებიან პროცესების გამწვავებას ან პირობითად ვიძახი პროცესების განეიტრალებას, ბიზნეს სჭირდება მეტი მოქნილობა. სამალოთ ბუნებრივია ეს მოვლენები გავლენას იქონიებს, თუ თქვათ სიტუაცია არ შეიცვალა და არ გაუმჯობესდა იმ მართულებით, რასაც რეალურად მთელი ქვეყანა და მათ შორის ბიზნესი მოელოდება. ეს პროცესები დაწყებულია, თუ შეიძლება ასე ვთქვას, წლის დასაწყისიდან, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა არჩევნების მოლოდინში იყო
და არჩევნების შემდეგ გამძაფრდა და გამწვავდა ამ პერიოდის შემდეგ, რაც უკვე აქციები არის ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია ეს ურტყამს ტურიზმს, სამშენებლო სექტორს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, იმიტომ რომ აჭარის რეგიონი ძირითადად ტურიზმის მიმართულებით ვითარდება და აქ მოხმარებლების, მყიდველების და ტურისტების რაოდენობა მეტ გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაშიც და თითოეულად თქვა ბიზნეს სექტორშიც. მოგეხსენებათ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძალიან შემცირებული არის, მნიშვნელოვნად შემცირებული არის ინვესტიციები. ამას ემატება ასევე არაპირდაპირი ინვესტიციების შემცირება, როგორც არის თქვა, შემცირება, მოთხოვნის შემცირება სამშენებლო პროდუქტზე, ასევე ტურისტული მიმართულებითაც მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება, ტენდენცია შეინიშნება შემცირების, ვინაიდან უქმდება ძალიან ბევრი ჯავშანი, უქმდება ღონისძიებები და ასე შემდეგ და თავისთავად ეს უკვე ახდენს ნეგატიურ გავლენას დასაქმებაზე, ვინაიდან ინვესტიციების შემცირება, ტურიზმის მიმართულებით, ასევე კლების ტენდენცია და სხვა სახის ვთქვათ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე შემცირება თვითონ მოთხოვნის, ბუნებრივია როგორც შიგნით ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მიმართულებით, ახდენს დასაქმებაზე ნეგატიურ გავლენას მისი შემცირების სახით. ან უბრალოდ ამ შემთხვევაში ორი მიმართულება, ანის დასაქმების მაჩვენებელი, რაც გვაქვს ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, არ ამკვეთრად, მაგრამ მაინც მცირდება და ასევე ახალ სამუშაო ადგილების გაჩენას, რომელიც თქვათ ჩვეულებრივად მოსალოდნელი იყო წლის ბოლოსთვის, ან თქვათ საახალწლო პერიოდში და ასე შემდეგ, ესენიც ბუნებრივია ეს მაჩვენებლებიც მცირდება და მოთხოვნა დასაქმებაზე აღარ არის. გაფიცვა ეხა არის გაფიცვა და ლოკაუტი, ხო? იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულები გაიფიცებიან, ან იგივე ლოკაუტი იქნება კომპანიის მხრიდან, კონკრეტული კომპანია აჩერებს საქმიანობას. ეს ნიშნავს, რომ მომსახურების მიწოდებას აჩერებს ან პროდუქციის წარმოებას. ამ შემთხვევაში ეს ზოგადად მთლიანად ბიზნეს სექტორზე ზეგავლენას ახდენს, ვინაიდან ამ დროს რეალურად ან ადგილობრივ მომხმარებელს, ან საერთაშორისო უცხო მომხმარებელს არ მიეწოდება შესაბამისი მომსახურება ან პროდუქტი, რაც ბუნებრივია ზოგადად ეკონომიკაზე, ქვეყნის ეკონომიკის რეპუტაციაზე და დობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს. თუ ეს გაგრძელდა ნახევარი წელი მაინც შესაძლებელია მივიღოთ სამშენებლო სექტორის კოლაფსი აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმდენად შემცირდება მომთხოვნა სამშენებლო პროდუქტზე, რომ რეალურად ძალიან მძიმე შედეგები დადგება მთლიანად სექტორისთვის და შეიძლება მთელი სექტორის ჩამოშლა გამოიწვიოს. ასევე ეხება ეს ტურიზმის სექტორს, განსაკუთრებით სასტუმრო და სათამაშო ბიზნესს, იქაც შესაძლებელია იგივე შედეგი დადგეს, თუმცა ეს უფრო ნაკლებად საგრძნობია აი ამ მიმართულებით. ტურისტული თუ სათამაშო ბიზნესის მიმართულებით, მაგრამ სამშენებლო სექტორი არის ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ დღეს და ყველაზე დიდი რისკის ქვეშ. ვინაიდან, როდესაც არ არის სტაბილური პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, ნდობა უძრავი ქონების მიმართ და უძრავი ქონების პროდუქტის მიმართ ბუნებრივია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლისგან უკვე კლებულობს და მოთხოვნა მასზე შემცირებულია. პრაქტიკულად განახევრებული და უფრო მეტად შემცირებულია მოთხოვნა სამშენებლო პროდუქტზე, განსაკუთრებით იმ პროდუქტზე, რომლის მომხმარებელი საერთაშორისო კლიენტი ან უცხოელები, ფაქტიურად უცხოელებისგან მოთხოვნა კრიტიკულად შემცირებულია ამ შემთხვევაში სამშენებლო პროდუქტზე. და ეს თუ გაგრძელდა, ფაქტიურად ამ სექტორის კოლაფსი და ჩამოშლა გარდაუვალი იქნება. და ახლა ჩვენ შეკითხვებს თემაზე პირდაპირ ეთერში სტუმარი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი უპასუხებს. საღამომშვიდობის ნატო, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბოდიშ გიხდით, რომ იმაზე მეტი დრო გალოდინეთ, ვიდრე ეს დაგეგმილი გქონდა პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის. თქვენს მაყურებელს. მოკლედ ნატო, თქვენ ალბათ მოისმინეთ ჩვენი რესპონდენტების კომენტარები და მათი პროგნოზები. არავინ უარყოფს, რომ უკვე საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი უძრავი ქონების ბაზარზე. რა შეგიძლიათ თქვათ დღევანდელი მდგომარეობით? დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია უძრავი ქონების ბაზარზე, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ხელს უშლის გაყიდვებს პირველ რიგში. ცხადია, იმისთვის, რომ განვითარდეს ზოგადად სექტორი, მნიშვნელოვანია გაყიდვები, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვეველი სიტუაცია გვაქვს პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, გვიწევს, ასე ვთქვათ, ლოდინის რეჟიმში ყოფნა, რაც
პირველ რიგში აისახება მოთხოვნაზე უძრავი ქონების კუთხით. რატო ძალიან საინტერესო აქცენტი გააკეთეთ თქვენ პოლიტიკურ კურსზე ჩვენი წინა სტუმარით საუბრობდა ეს მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ეხლა ბუნებრივი არავინ კამათობს იმაზე რომ ჩვენ ევროპული ღირებულებების მატარებლები უნდა ვიყოთ და ევროპული თამაშის წესებით უნდა წარმართავდეთ ბიზნეს რაც უფრო მაღალ ნდობას განაპირობებს მაგრამ მომხმარებლები სვამენ კითხვებს ამასთან დაკავშირებით საითმიდის ქვეყანა რა ღირებულებებს უწევს ანგარიშს დიახ, გასაგებია თქვენი შეკითხვა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ იცით უძრავი ქონების ფასის განსაზღვრის ნაწილში მნიშვნელოვანია ლოკაცია და ლოკაციას თავის კუთხით განსაზღვრავს ლოკაციის ღირებულებას. მნიშვნელოვანი არის ქვეყნის სტაბილურობა და სწორედ ამიტომ მე ამ კუთხით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა არის ის კრიტიკული მაჩვენებელი, რომელიც არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხარჯვით ნაწილში, როდესაც ისინი გეგმავენ უძრავი ქონების შეძენას. ყოველთვის ეს ხარჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ყოველთვის ცდილობენ, რომ კარგად მოიფიქრონ ესა თუ ის ნაბიჯი, რომელსაც უძრავი ქონების შეძენის კუთხით გადადგამენ და ამას რა თქმა უნდა განსაზღვრავს ქვეყნის სტაბილურობა უპირველეს ყოვლისა. ანუ თქვენ ამბობთ რომ თუ ადამიანი უცხოელი დაინტერესებულია უძრავი ქონების შეძენით საქართველოში, თუ მას ევროპის ნაწილად მოიაზრებს, თუ მას ესე ვთქვათ ევროპული ღირებულებების გამტარ ქვეყნად მოიაზრებს, ასეთ შემთხვევაში ის იხდის ძვირს უძრავ ქონებაში და თუ აღმოჩნდება რომ ის არ მოიაზრებს ესე ვთქვათ დასავლური კულტურის სივრცის ნაწილად საქართველოს, შესაძლებელია მან თავი შეიკავოს ესე ვთქვათ ესეთი ძვირად ღირებული შენაძენის გაკეთებისგან ჩვენს ქვეყანაში ამას გულისხმობთ ამ შემთხვევაში არა, ამას არ გულისხმობ, იცით როგორ არის, როცა ჩვენ საუბარი გვაქვს სტაბილურობაზე, აქ პირველ რიგში მიმდინარე პროცესების ჭრილში ვსაუბრობ და მნიშვნელოვანი არის ის ნაწილი, რომ და ძვირის გადახდასთან ეს კავშირში არ არის, ანუ უძრავ ქონებას აქვს თავისი საბაზრო ფასი, შესაბამისად დაინტერესებული ინვესტორი ყოველთვის ცდილობს, რომ მისთვის მიზაღები საბაზრო ფასი გადაიხადოს ამ თუ იმ ქონებაში. ამიტომ სიძვირესთან ასე ვთქვათ, ვერ დავაკავშირებ ამ მიმდინარე მდგომარეობას და რაც შეეხება თვითონ სიმართლე გითხრათ სტაბილურობის ნაწილში, ანუ ყოველთვის საინვესტიციო კუთხით არსებობენ იცით მაღალი რისკის ქვეყნები, საშუალო რისკის ქვეყნები და დაბალი რისკის ქვეყნები და ყოველთვის რისკიანობა განსაზღვრავს გარკვეულწილად ფასსაც და მოთხოვნასაც. და სწორედ ამ ჭრილში მაქვს მე საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყოს სტაბილური და ქვეყანას ჰქონდეს სწორი მიმართულება იმისთვის, რომ განვითარდეს ყველა სექტორი. და აქვე მინდა მნიშვნელოვნად აღვნიშნო ის, რომ არა მხოლოდ უძრავ ქონებაზე აქ საუბარი, იმიტომ რომ თითოეული სექტორი ერთმანეთთან არის ჯაჭვურად გადაბმული და აქ მნიშვნელოვანია, რომ ყოველი სექტორი განვითარდეს და ერთმანეთზე მე შესაბამისად გავლენას ახდენენ. მოკლედ ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, რომ უკვე შეიმჩნევა ესე ვთქვათ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება. ბევრი წარმომადგენელი უძრავი ქონების სექტორისა პირდაპირ ამბობს, რომ პრაქტიკულად განახევრდა ეს მოთხოვნები, განახევრდა იმ ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც შემოდის მოთხოვნები. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამ ტენდენციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე? იცით ეს ზუსტად რაოდენობაზე ცოტა რთულია საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ამისი სტატისტიკა ამ ეტაპზე არ არსებობს და მხოლოდ მოგვიანებით გვექნება სტატისტიკური მონაცემები. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ის, რომ რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით ჩინეთში უძრავი ქონების საკმაოდ დიდ გამოფენაზე და პირველ დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის მიმართ ძირითადი ინტერესი იყო გამოხატული განსაკუთრებით ბათუმის და აჭარის რეგიონის მიმართ, იმიტომ რომ საინვესტიციოდ განიხილავს არაერთი ქვეყანა ინვესტიციებს აჭარაში. უკვე მესამე დღეს სავარაუდოდ გაშუქდა ადგილობრივ მედიაში ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია და ანუ უფრო მეტი კითხვა ამ მიმართულებით მიდიოდა, რაც ცხადია გვაჩვენებს იმას, რომ ინტერესი ამ კუთხით რომ ამ კონკრეტულ უახლოეს პერიოდში განახორციელოს რომელიმე ინვესტორმა თანხის ჩადება მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შემცირებულია და დაპაუზებული უფრო ესე ვიტყოდი.
და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაში გესახება თქვენ გამოსავალი, როგორია თქვენი ესე ვთქვათ ასოციაციის პოზიცია ამასთან დაკავშირებით? რით შეიძლება გადაიჭრას ეს კრიზისი მოკლედ დროში წარმატებულად და ესე ვთქვათ სექტორი არ ჩავარდეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში? ასოციაცია და ასოციაციის თითოეული წევრი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში და ამისთვის ჩვენ არ ვიშურებთ ძალღონეს შესაბამისად რა სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდება როგორც იცით ჩვენი უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია და ვცდილობთ მიმდინარე პროცესებს აქტიურად ასე ვთქვათ მივყვეთ და დაგეგმილი რაც გქონდა ესა თუ ის აქტივობები ჯერჯერობით გვაქვს დაპაუზებული, თუმცა აქტიურად მუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში ისევ განახორციელოთ სხვადასხვა პროექტები. რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით მოსაზრებას თქვენ როგორ ფიქრობთ? ბევრი ამბობს, რომ ბიზნესი კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ალაპარაკდეს იმ შესაძლო სირთულეებზე, რომელიც წინ ელოდება შექმნილი ვითარების გამო. ბევრი ამბობს, რომ ბიზნესმა უნდა მიმართოს უკიდურეს ზომებს, გაფიცვას და ესე ვთქვათ გააძლიეროს თავისი პროტესტი. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებებიც, რომ ასეთმა ქმედებებმა შეიძლება ცალკეული დარგები კიდევ უფრო მეტად დააზიანოს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ჩემი აზრით ცალსახასწორი რეცეპტი ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ გვაქვს, რომ ყველამ გამოვიყენოთ და მოვაგვაროთ წარმოქმნილი სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში და ვცდილობთ ევროპული კურსის შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, და ველოდებით ქმედით ნაბიჯებს ორივე მხრიდან. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ, რომ არსებული გამოწვევები წარმატებით დაგეძლიოთ და შექმნილი ვითარებაც ერთგვარად დასტაბილურებული იყოს, შეიძლება ასე ითქვას. ეს ნატო ბოჭორიშვილი გახლდათ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი. საუბრობდით უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს იგივე საეთერო დროს შევხვდებით. ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.